კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს რომის პაპ ლეო მე-14 შეხვდება ირაკლი კობახიძე ვიზიტით ვატიკანში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ასევე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან. მანამდე კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად რომში სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო, რომელიც ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა. შესრულდა ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები და ქართულ კომპოზიტორთა საგუნდო, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ნაწარმოებები, მათ შორის ავე მარია. ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ვატიკანში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით გაიმართა. ამაღლებულად იყო ქართული ხელოვნება წარმოდგენილი. საქართველოს უსურვებთ, რომ სულ ასეთი დიდებით და ასეთი აღფრთოვანებით ნამდვილად ინტეგრირებულები ვიყოთ მთელ მსოფლიოში. შეგრძნება მაქვს სადღაც ზეცაში ვიყავი. თვითონ მუსიკა ჩვენი ქართული ესეთ დაერთიანებული იყო მუსიკა, მსმენელი, ჩვენ და ალბათ რაღაც თავებრივი სამყარო. სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანებისათვის ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ანებს ვხედავთ. ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ, ესეთი ხმები რო გავიგეთ და ესეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება რო ტარდება მნიშვნელოვან ადგილას. ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 66 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ხდება თავმჯდომარე ქვეყანა და შალო პაპუაშვილი 6 თვის ვადით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს. ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვის გამოსვლა და ასევე მაღალი დონის შეხვედრები. საქართველოს ხდება პაპსეკის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა, შესაბამისად ბულგარეთისგან გადმოგვეცემა თავმჯდომარეობა საპარლამენტო ასამბლეის, რაც მოგცემს შესაძლებლობას, რომ ასამბლეის ფარგლებში საქართველოს გაატაროს ის მიმუშაოს იმ მიზნებზე, რომელიც ჩვენი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებად იქნება გამოცხადებული. მექნება შესაძლებლობა, რომ მიმართო მონაწილეებს და ზუსტად ამაზე მექნება საუბარი, როგორც ჩვენი თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტზე დაკავშირებადობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა საპარლამენტო განზომილებით. ჩვენ მათ შორის ბულგარეთის მონაწილეობით მეცით რომ იგეგმება მასშტაბური პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გატარებაზე, რომელიც მწვანე ენერგიით მოამარაგებს ევროკავშირს, ასევე ინტერნეტის დამაკავშირებელი ოპტიკური ბოჭკოვანი ახალი კაბელის გატანა და ასე შემდეგ. და ეს მხოლოდ ნაწილი არის იმ ფუნქციისა, რომელსაც საქართველოს და მთლიანად კავკასიის რეგიონი ამ მხრივ კისრულობს იმისთვის, რომ ევროკავშირი და აზია დააკავშიროს ერთმანეთთან. იმედის სკვერა მორიგი ჟურნალისტური გამოძიებით გაშიფრა სქემა, რომლის მიხედვითაც საქართველოში 22 ონლაინ მედიის გაერთიანება კონკრეტული გეგმით მოქმედებს ხელოვნური პროტესტის შესანარჩუნებლად. სიუჟეტში განიმარტა, როგორ ხდება მიზნის მისაღწევად ვებგვერდების, სოციალური ქსელების თუ სხვა მედია საშუალებების გამოყენება. იმედის სკვერის ცნობით, ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული ეგრეთ წოდებული ჟურნალისტური ქსელი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობს 6,6 მილიარდიანი საინვესტიციო პროექტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით. ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ თუკი წარსულში უცხოური ფულის დიდი ნაწილი NGO-ებზე მოდიოდა, ახლა მილიონები უნივერსიტეტებსა და ონლაინ მედიების ანგარიშებზე ნაწილდება. არასრულ 10 თვეში ამ მედია ქსელის დასაფინანსებლად ევროპული და ბრიტანული ფონდებიდან 17 მილიონ 494,381 ლარი ჩაირიცხა. პარლამენტი საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას განაგრძობს. ცვლილებები დღეს იურიდიულ საკითხთა, საფინანსო საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ხდომებზე განიხილება. ინიციატივის მიხედვით ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. მართლგუნდში ამბობენ, რომ აუცილებელია მოქალაქეებმა ინფორმირებული და მიუკერძოებელი არჩევანი საკუთარ ქვეყანაში გააკეთონ.
ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შორის უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გამოყენების რისკი არსებობს იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღესდღეობით გაატარონ უცხო ძალებმა. ვიხილეთ, როგორ იყენებდნენ დიასპორის წარმომადგენლებს, ქართველების წინააღმდეგ, როგორ დგებოდა სიები უცხო ქვეყნებში მყოფი ქართველებისა, იმისთვის, რომ შემდეგ ისინი ჩაეშვათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში. როდესაც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი პოტენციური სამიზნეები არიან ამგვარი წნეხისა, რომელიც უკვე ღია და აშკარა არის. ამიტომ მათთვის ამ წნეხის მოსახსნელად ჩვენი ემიგრანტების წნეხისგან დასაცავად მათ შორის არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. პირველი ეს არის, რომ აღკვეთოთ, რაც შეიძლება მეტად უცხო ქვეყნის სხვადასხვა აქტორების ჩარევები ჩვენ საშინაო პოლიტიკაში და მეორე მიზანი არის ჩვენი მიგრანტების დაცვა საზღვარგარეთ, რომლებსაც აი ამ ბოლო წლების განმავლობაში დავწმუნდი თუ როგორ აშანტაჟებდნენ. ეს ემსახურება დემოკრატიის გამტკიცებას, იმას, რომ მოქალაქეება გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ კანონის პროექტზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი იმსჯელებს. ინიციატივის მიხედვით დანაშაულის ჩამდენი მოზარდები რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით სხვადასხვა სერვისში ჩაერთვებიან. შალო პაპუაშვილის განმარტებით საკითხის სენსიტიურობის გამო პარლამენტს აქვს შესაძლებლობა სიღრმისეულად გამოიკლიოს არასრულწლოვანთა საკითხი, რათა სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილება გაითვალისწინონ. სამწუხაროდ ეს გამოწვევა დღეს არის, როდესაც 14 წლის ასაკს მიუღწეველი არასრულწლოვანები ჩართული არიან სხვადასხვა სახის დანაშაულებში და ვინაიდან 14 წლამდე არ დგება სისხლისწამების პასუხისმგებლობა, ეს კიდევ უფრო აქეზებს რეციდივს და განმეორებით დანაშაულის ჩადენას. ამას რეაგირება სჭირდება. ჩვენც ამ დროის განმავლობაში ვეძებდით მოდელებს თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამაზე ადეკვატური პასუხი. წარმოდგენილი პროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს. საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ფრთხილებიც ვართ, წინდახედულებიც ვართ. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხდომაზე იარაღის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს განიხილავენ. მართლმგუთში მიაჩნიათ, რომ რეგულაციები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გახდა საჭირო, რაც პრევენციული ხასიათისაა. დღესვე პარლამენტი პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს განიხილავს. კანონის პროექტის თანახმად პოლიციის სოციალური დაცვის გარანტიები გაუმჯობესდება. მათ შორის განისაზღვრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის ჯანმრთელობის დაზიანებისას ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა. ამასთან დარეგულირდება სამინისტროს სისტემის მომსახურებისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოშვებულების საკითხები. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების თითოეული თქვენგანის პროფესიონალის 4 დაღუპული და 1 დაშავებული საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ქვეშეთი კობის გზის მშენებლობისას სოფელ წკერესთან საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას მიწის მასა ჩამოიშალა. შედეგად სამშენებლო კომპანიის 5 თანამშრომელი თურქმენეთის და ჩინეთის მოქალაქეები ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყვნენ. 4 მათგანის ცხედარი ნაპოვნია, ერთი კი სამკურნალო თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. დაშავებული განის მოქალაქეა. ექიმის თქმით, ის კონტაქტურია, ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია და ექიმების მეთვალყურობის ქვეშ რჩება. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ფერდის გამაგრების სამუშაოებისას სავარაუდოდ ფერდის ჩამოშლის გამო დაიღუპა 4 და დაზარალდა 1 უცხოეთის მოქალაქე. ამ დროისთვის დაწყებულია გამოძიება, ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი, მათ შორის საავტომობილო გზების თანამშრომლები. გამოძიების დასრულების შემდგომ დადგინდება შემთხვევის გამოწვევი კონკრეტული მიზეზები. პაციენტი სამშენებლო საგზაო სამუშაოების დროს მოყვა ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ. ამ ეტაპის გამარჯვებით ჩვენს კლინიკაში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრაუმის რეჟიმში. ამ ეტაპის მონაცემებით თავის კულმკერდის და მოცილისხმის ორგანოების ტრავმული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო. ამ ეტაპზე ჯერჯერობით რჩება ჩვენს კლინიკაში ინტენსიური მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ.
სამების საკათედრო ტაძარში რიგით 72 საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდა. საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ეკუთვნის. ილია მეორის ნათლული ჯამში 50,000-ზე მეტი ბავშვია. საყოველთაო ნათლობის დასრულების შემდეგ კი საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ და მისმა მოსაყდრე მეოფეშიამ ბავშვები დაალოცეს. ღმერთმა დაალოცოს და ღმერთმა გაახაროს ყველა ეს ადამიანი. ის სიყვარული, რაც უწმინესის მიმართ გააჩნიათ ადამიანს, სწორედ ამაში გამოიხატა. ჩემი მეხუთე შვილია ეს და მესამე ნათლულია პატრიარქის. ძალიან დიდი მადლია ჩემი ოჯახისთვის. ემოციებს ვერ გადმოვცემთ, სხვანაირი შეგრძნება. ამაზე ბედნიერი დღე ალბათ ცხოვრებაში აღარ გვეგულება. განცდები არეული მაქვს ახლა და ძალიან მიჭირს ამის, ესე ვთქვათ, გადმოცემა, მაგრამ დიდი პატივია, რომ პატრიარქთან ერთად პატარა მარიამის ნათლიები ვართ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო. აკურიანის სატყეო უბანზე 123 ჰექტარამდე ფართობი ტყის მართვის გეგმის საფუძველზე შეირჩა, სადაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ტყის აღდგენის პროექტი 2027 წელს დასრულდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტყის მოვლადგენის ღონისძიებები ყოველწლიურად მზარდია. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2024-25 წლებში სამუშაოები განხორციელდა 4000 ჰექტარ ფართობზე. გრძელვადიან გეგმაში ტყის მოვლადგენის ღონისძიებები 20000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში უკვე დასრულებულია 2 და მიმდინარეობს 9 ხელოვნურ-საფარიანი მინი-სპორტული მოედნის მშენებლობა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოებს გურის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად გაეცნო. ამ პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტის ხელშეწყობას. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ სპორტის ძლიერ მხარდაჭერას. თავარი ამოცანა შეიქმნა ოზურგეთში ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც თითოეული ოჯახისთვის, ოზურგეთელებისთვის ცხოვრებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ჩვენს მუნიციპალიტეტში მომავალშიც გაგრძელდება ახალგაზრდული მიმართულებით ახალი პროექტების მშენებლობა. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 10 საათზე დაბრუნდება. იმედის ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს. მე კი დროებით გემშვიდობებით.